სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით უკვე მეორე წელია 4 ოქტომბერს ქართული ღვინის დღე აღინიშნება. წელს საზეიმო ღონისძიებები თბილისის გარდა თელავში, ქუთაისში, რუსთავსა და ამბროლაურში გაიმართება. ღვინის დღის აღნიშვნის ძირითად მიზანს ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება წარმოადგენს. ქართული ღვინის დღის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისში დღეს პრემიერი მივიდა. რასთან დაკავშირებით ისაუბრა, ამას ჩვენი კორესპონდენტი მირიან გორგოძე გვეტყვის. ღვინის ეროვნულ სააგენტოში დღეს ქართული ღვინის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი მოიცავს ღვინის მცირე მუზეუმს, ენოთეკას, მარანს, ასევე სადეგუსტაციო ოთახებსა და სასწავლო აუდიტორიებს. ეს განყოფილებები საზეიმო ვითარებაში დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა, რა დროსაც ეწვია ის ღვინის ეროვნულ სააგენტოს და თავის მხრივ მიმართა აქ შეკრებილ საზოგადოებას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართული ღვინის დღის დაარსების მიზანი არის, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ შეახსენოს მსოფლიოს, რომ ის არის ღვინის სამშობლო ქვეყანა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში ვაზის მოყვანის 8000 წლოვან ისტორიაზე და მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თავის გამოსასვლელ სიტყვაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ მთავრობა ყველა ქმედით ნაბიჯს დგამს იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი პოპულარიზება გაუწიოს ღვინოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ასევე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რთველზე. მისი განცხადებით, ბოლოს 3 წლის განმავლობაში რთველი წარმატებულად მიმდინარეობს, რის შედეგადაც ქართველი მევენახეების ოჯახებში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შევიდა. გაიზარდა ექსპორტი ისეთ ბაზრებზე, როგორიც არის ყაზახეთი 68%-ით, პოლონეთი 85%-ით. ჩინეთში, განსაკუთრებით მინდა აღნიშნო, ჩინეთში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 7%-ით. ლატვიაში 50%-ით, ესტონეთში 35%-ით, დიდ ბრიტანეთში 46%-ით, ხოლო იაპონიაში 110%-ით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. მთავრობამ დააწესა სუბსიდია ყურძენზე. თეთრი ყურძენის შემთხვევაში 15 თეთრის ოდენობით, ხოლო შავი ყურძენის შემთხვევაში 35 თეთრის ოდენობით. პრემიერ-მინისტრთან ერთად ქართული ღვინის ცენტრის გახსნას ღვინის ეროვნულ სააგენტოში ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ასევე მევენახეები, რომლებმაც პრემიერ-მინისტრთან ერთად აღნიშნეს, რომ ქართული ღვინის დღის დაარსება და მისი აღნიშვნა ქართველებისთვის არის ორმაგად მნიშვნელოვანი, რადგან საქართველო ნამდვილად ვაზის და ღვინის სამშობლო ქვეყანაა და შესაბამისად არამატო მთავრობამ, არამედ ყველა მხარემ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ღვინის პოპულარიზების გაზრდისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ბუნებრივია მნიშვნელოვანია, ჩვენ ვართ ღვინის ქვეყანა, ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს ტრადიცია უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად და კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ. ჩვენ ვართ ალბათ ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, სადაც ხალხი ღვინის დღეს ულოცავს ერთმანეთს. ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პოპულარიზაციისთვის ბუნებრივია. პირველ რიგში შიგ საქართველოში ღვინის მოხმარება იყოს ბოთლის ღვინის პირველ რიგში და იყოს ღვინის მოხმარების კულტურა. ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები ვარდების მოედანზე გაგრძელდება, ასევე არის ინფორმაცია იმის შესახებ, ცნობილია, რომ სხვადასხვა რეგიონებში ამ დღისადმი მიზნელი ღონისძიებები დღეს მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. მადლობა მირიან, პირდაპირ ეთერში მირიან გორგოძე გვერდებოდა.